უხმანალექმა როგორც მთელ ქვეყანაში ბოლნისშიც გადაადგილების პრობლემა შექმნა. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. თოვლის საფარისგან იწმინდება როგორც საავტომობილო, ისე საფეხმავლო ბილიკები. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ასევე ხდება ხეების თოვლისგან გათავისუფლება და ტერიტორიის გაწმენდა ჩამოტეხილი ტოტებისგან. გზის საფარის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს როგორც ქალაქში, ისე სოფლებში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო გზის დეპარტამენტის ტექნიკის გარდა მერიის მიერ გამოყოფილი დამატებითი სპეცტექნიკაც მუშაობს. მიმდინარე სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. თოვლისგან იწმინდება ტრასები, მობილიზებული არის უკვე სამსახურები, 6 ერთეულამდე უკვე მძიმე ტექნიკა არის ჩართული. დღის ბოლომდე ყველა ლოკაცია იქნება გახსნილი და გაწმენდილი და მოუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას კიდე რომ თავი შეიკავონ ახლო მისვლისგან შენობებთან, ხეებთან.